ჩამოვედით ერევანში, უკვე მეორე დღე არა ცაქავართ და ვსინჯავთ ნამდვილ ტოლმას, რომელიც გვექნება ორნაირი, ვაზის და კომბოსტოში, აქაურ ხაშრამას და კეთს, რომლის სახელი არის ძალიან ძნელი, მიახლოებით წარწერას გამოვიტან, თორე ცოტა ძნელია ამ ყველაფრის გამოთქმა. ასევე შევუკვეთეთ ხინკალი, როგორც შემწვადული, ასევე მოხარშული და ეხლა დავიწყებთ დაგემოვნებას. მოკლედ დღეს გვაქვს მარტო ხორცი. იასო. ეს არის ტრადიციული კერძია. ძალიან გავს ყაურმას. არომატი აქვს ძალიან სერიოზული, აი ეგრევე მეცა და მეთქვი ხო არ მეშლება მეთქვი. აუ. ძალიან სერიოზულია. სანამ გასვიდება, ბიჭებმა რამენაირად უნდა მოასწავლო გასინჯონ. ეხლა გავსინჯავ აქაურ ხაშრამას. ჯერ შეხედეთ როგორი ნაჭრებია. აქაური ხაშრამა ჩვენი ხაშრამისგან განსხვავდება. აბა გავსინჯოთ. ამას ესე ჩავაწობ. ხორცი ბღავის. მოვიდა. ხინკალი დაიძაბა მეგობრებო. ხინკალი ცოტა პატარა არის. ვარ მოგატყობ. აბა გავშინჯოთ. ეხლა გავშინჯავ შემწვარ ხინკალს. ხინკალმა ცოტა გული დამწყვიტა. და უნდა დავაყოლოთ მეგობრებო, თუ არა კამპოტი, აბრიკოსი, გარგალი მეგობრებო. მოკლედ ეხლა ჩვენ გავაგზავნებთ კეიპს და ბოლოს კბილეულით დავამთავრებთ. რაც შეეხება შეფასებას მეგობრებო, კეც რომელიც ძალიან რთულად გამოითქმის 9.3 კულა, ტჟვჟიქს 9.3 კულა, ხაშრამას 9.2 კულა, იმიტომ რომ მათმა მომეწონა. ტოლმებიდან ვაზის ტოლმას 8.5, კომბოსტოს ტოლმას 8.7, იმიტომ რომ ცოტა უფრო მეტად მომეწონა. ასევე სოუსებიც აქაური დამზადებული და ძალიან კაია. ხინკლებს რაც შეეხება მოხარშულ ხინკალს 6.5, შემწვარ ხინკალს 6.7. სამწუხაროდ ხინკალმა არ გაამართლა. ასევე აქ არის ადგილობრივი გამოცხალი პური, რომელიც ძალიან მომეწონა და კომპოტი, რომელიც ძალიან შინაურულად მოგვარფეს და ამასაც უმაღლეს შეფასებას დაუწერ. კომპოტს პირადად მე 9.5 კულას დავუწერ. ძალიან კაია, ძალიან გაასწორა. მოკლედ ეხლა ჩვენ გავაგზავნებთ კეიპს და ტკბილით დავამთავრებთ. კარგ ვახშამს აუცილებლად უნდა დესერტი. ეხლა ჩვენ დავლევთ ჩაის სპიტნით და მივაყოლებთ სომხურ ქადას და სომხურ ფახლავას. ოჰო, რა სუნი აქვს, რა სუნი. საინტერესოა ხელით იწმევა ეს ქადა თუ დანაჩანგრით. მოდი მე დანაჩანგრით არ შევჭამ. შევჭამ ხელით. აუ რა კაი არომატია აქ. ძალიან კაია. თან თბილი რომ მოიტანეს, თბილი არის სერიოზული. მოდი ფახლავასაც გავშინჯავ, რომ ჩვენი ვიდეო უცებ დავამთავრო
ხელით უნდა მივითვა მეგობრებო. მეგობრებო, ისე გავერთე ამ ჭამაში შეფასება დამავიწყდა. სომხურ ქადას ცოტათი მეც მოველოდი, მიუხედავად იმისა, რომ საოცარი არომატი აქვს, 8.6 ქულა არის, რასაც დაუწერ. აი ფახრავას, აი ამ საოცარ ფახრავას, რომელშიც სავსე არის ნიგოზი და თაფლი, დაუწერ 9.8 ქულას. აი ეს იყო ძალიან გემრიელი და ძალიან არომატული დესერტი. მეგობრებო, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა და აი ამ კბილი სუფრით ვასრულებთ ჩვენს მოგზაურობას ერევანში. შევხვდებით უკვე სხვა ქვეყნებში. აბა ჰეთ